საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ დღეს სულ შემთხვევით და მოულოდნელად ამოტივტივდა ქართულ საინფორმაციო სივრცეში ისეთი მოვლენა, რომელი მოვლენაც არ ვიცი, აქეთ ვაის გავეყარე, უის შევეყარე არის. აი ნამოხვან ჰესის საქმესთან დაკავშირებით და თურმე, ესე იგი, მე არ ვიცი, ვერ ხვდები ამ ქოცების იმას ჭკვიანი და ნორმალური ადამიანი ვერ გაიგებს, ქოცისას გაიგებს, მისნაირი ავადმყოფი, მხოლოდ რომ ჯერ თურმე გახარიას აბრალებდნენ, გახარიამ გაყიდაო და გახარია არისო, ცუდიდო 126 ლარათო, მერე ადგენენ და როდესაც ამ პროექტის წინააღმდეგ გამოდიოდა ხალხი და ხმას იღებდა, თურმე ახლავე ენერგო დამოუკიდებლობასო ეწინააღმდეგებითო, ასე შემდეგ და მოკლედ გამოვიდნენ და გამოაცხადეს ესეთი რაღაცა, რომ თურმე აქ პარიზის არბიტრაჟს, რომელიც ინვესტიციების პრობლემებს განიხილავს, შეეხვეწნენ ქოცები, რომ სანამ ეს საქმეო დასრულდებაო, მანამდეო წინასწარო 400 მილიონსო არ გადავიხდითო სახელმწიფოს მხრიდან. საუბარია იმ პროექტზე, რომელი პროექტიც არსებობდა და უпроსტად იმ კონკრეტულ თურქულ კომპანიაზე, რომელი თურქული კომპანიაც ყავდა შემოყვანილი ქოცებს. ჯერ წერა-კითხვაც არის ამ შობელძაღლებას ჟურნალისტები არიან და ნამოხვანი და ნამახვანი ვერ გამოსხოვებიათ ერთმანეთიდან. გინდათ წერითი საკითხი იყოს, გინდათ საუბარი იყოს, მაგრამ არიციან ამათმა ქართულად ლაპარაკი და ქართული წერა-კითხვა ხალხი ძს დახოს და შუს და წუს ვერ ამსხოვებს ერთმანეთიდან და მე გლობალურ პოლიტიკაზე აქვს პრეტენზიები, მაგრამ კაი დავანებოთ ახლა თავი ქოცებს თავისი ეყოფათ და გამოხტენ ახლა მთელი ეს საკოცეთი, რომ თურმეო აიო როგორ დავაზარალეთ თურმე ჩვენ, როგორ დავაზარალეთ ეს სიტუაცია და ჩვენ რა თურმე ეს ყოფილა მიხეილ სააკაშვილის ნაცების არასამთავრობო ორგანიზაციების და თურმე პირადად ვარლამ გოლეთიანის ესა რა ქვია დამსახურება, ეს თურმე ეკონომიკური დივერსია, რომელიც შედგა თურმე აი ამას მინდა გამოვეხმაურო რა და მინდა კიდე ერთხელ მივიტანო ხალხამდე ის ყველაფერი, რასაც ნამოხვანის პროტესტების დროსაც ვამბობდით და ვამბობ დღესაც და ასე იყო ეს და ასე იქნება ყოველთვის. ჯერ ერთი ქოცებს მინდა მივმართო. თქვენ შობელძაღლებო, თქვენ რო გკითხოთ, როგორც ეს არაბული ინვესტიცია არის უნაკლო პროექტი, ისეთი უნაკლო პროექტი იყო ნამოხვან ჰესი. რას ეძახოდნენ ესენი უნაკლო პროექტს და რას ეძახოდნენ ესენი ქვეყნის გადარჩენას, მე არ ვიცი, იმიტომ რომ 600 ჰექტარი მიწა, ქართული მიწა 126 ლარად გაყიდეს 99 წლით თურქებზე. თურქებს უნდა ეშენებიათ იქ ჰესი. არ იყო შესწავლილი მისი ნორმალურად მისი ეკოლოგიური მდგომარეობა, არაფერი გარემოზე ზემოქმედება, ესე შემდეგ. კაცი შვილი არ იყო ამაში ჩახედილი და საბჭოთა კავშირის დროსაც, როდესაც ნაკლები ყურადღება ექცეოდა მსგავს რაღაცეებს, ვიდრე აი დღეს აი მწვანეების პერიოდში, გარემოზე ზემოქმედების საკითხებს, მაშინაც პირადად სტალინის და კანდიდ ჩარკვიანის დრო იყო, როდესაც სტალინის ბრძანებით იქნა შეჩერებული ნამოხვან ჰესის მშენებლობა. ეს ისე ზოგიერთი დებილისთვის გასაგები რო იყოს. იმიტომ რომ არის იქ ისეთი ნიადაგი არის, რომ ზიანისმეც არაფერს არ მოიტანს ეს ყველაფერი. მაგრამ ესენი ხო ნეობოლშევიკები არიან. და რაც ტროცკის და ამათ დროს ვერ მოხერხდა, ამათ დროს უნდა მოხერხდეს და ჯერ კიდე ნაცების დროს გაცოცხლებული იქნა ეს პროექტი. მერე ქოცები როგორც ნაცების სამართალ მემკვიდრეები მოვიდნენ და მონახეს ვიღაცა თურქი. ამ თურქმა 126 ლარად იყიდა 600 ჰექტარი ქართული მიწა, სულ რაღაცა მილიარდიო ინვესტიციაო წიოდნენ ესენი რაღაცა კი ჰესის მშენებლობა რა თქმა უნდა უჯდებოდა თანხა იმ კომპანიას, მაგრამ მილიარდი დოლარი. მაგრამ აი ამ მილიარდი დოლარის სანაცვლოდ 600 ჰექტარი ქართული მიწა თავისი წყლის რესურსებით 99 წლით უნდა ქონოდა თურქულ კომპანიას. ანუ ეს რას ნიშნავდა ხალხო? აი რაციონალური თვალით რო შევხედოთ, დღეს აი ჩემ თაობაში თუნდაც ახალ დაბადებული თოთო ბავშვი ვინცაა დღეს, ხო? როდესაც ეს კომპანია 99 წლის მერე გადმოსცემდა ამ ჰეს საქართველოს, არც ერთი ცოცხალი არ ვიქნებოდით.
არ იქნებოდა. მომავალში რო გავიხედოთ. 99 წელი უნდა ქონოდა თურქებს და ესა რა ქვია, მის გემოზე, მის ჭკუაზე თურქეთში უნდა გაიყიდათ კაპიკებში ესა რა ქვია დენი საქართველოსდან, ეს კიდე ცალკე ხელშეკრულების საკითხები იყო და ჩვენ ესე ქართველები უნდა ვიზარიყავით და მადლობა უნდა გვეთქვა, რომ მადლობა რომ აგერ შავმუშად ამუშავეთ ქართველები რა. ეს იყო მაგათი ინვესტიცია და ეს იყო მაგათი პროექტი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის წინააღმდეგ ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ვიყავი მე და ჩემი მეგობრები და ძალიან კარგად ვიცი ეს ყველაფერი. ჯერ ერთი ნაცები და ვარლამგოლეთიანი ადრეც მისაუბრია და კიდე ერთხელ ვამბობ. ვარლამგოლეთიანი იყო ის შემოტენილი დედამისით, მამამისით, მთელი მისი ბანდით იქ იყო შემოტენილი იმ პროტესტში, რომელ პროტესტშიც საერთოდ არ ჰქონდათ მაგათ მონაწილეობა მიღებული თავიდან. ეს პროტესტი დაიწყო ღირსეულმა ქალბატონმა ნაირა ჯაჭულიანმა. მესტიაში მცხოვრებმა ქალბატონმა, რომელმაც ნესკრაჰესთან დაკავშირებით, ხუდოჰესთან დაკავშირებით და მათ შორის ნამუხანჰესთან დაკავშირებით ეს პროტესტები დაიწყო და უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდა. მოხდა თავისთავად იქ ადგილობრივებს ეს ვარლამიკო და ისინი ცნობისთვის ისე რო იცოდეთ, ეს ვარლამგოლეთიანის ბიძია იმ ენკაში მუშაობდა იქეთ. იმ კომპანიაში მუშაობდა, ეს რო აქეთ მიტინგებს მართავდა ისე რო იცოდეთ რა. ხო და თავის დროზე სხვათა შორის კიდე ეს თვითონ სოფელში მოიკითხეთ და ნახეთ, ვარლამგოლეთიანი და ესენი იმას რა ქვია ენკას ფლაიერებს არიგებდნენ მთელი რაიონის მასშტაბით, რომ ამ მიწის გაყიდვაში რამდენს გადაიხდიდა კომპანია. ეს მღვდლის შვილი და ცოცხლად მოვლენილი წმინდანი და ეს რა ქვია მაცხოვარს რო გავს და ასე შემდეგ. ეს იყო სიმართლე. ეს მე როდესაც გაირკვა გემრიელად ყველაფერი და მანამდე იყვნენ ესენი ასე რომ ვთქვათ, ესეთი ჩვეულებრივი ვითომ აქტივისტები, რომლებიც ქალბატონმა ნაირა ჯაჭულიანმა ძალად დასვა იქ საპროტესტოდ, რომ თქვენი რაიონია, თქვენი კუთხია, თქვენი სოფელია, თქვენი ხეობა არის და მე ხან მესტიაში სახში მიწევს ასვლა და მიწევს ჩამოსვლა და იყავით აქ უბრალოდ გაჩერდით ცოტა ხანი, რომ ეს ჰესი არ აშენდეს, თორე დავიღუპებით. რა მოყვება იმ უზარმაზარ სამთაღოვან კაშხალს და ასე შემდეგ, ეს ცალკე იყოს ამ თემებთან დაკავშირებით, ამ კომპანიის პროექტი, რომელიც განხორციელდებოდა იქ. მე ძალიან კარგად ამ ვარლამგოლეთიანმა და მისმა ბანდამ, მისმა დედიკომ და მისმა მამიკომ, მღვდლიშვილმა, მლოცველმა, მგალობელმა ძალიან კარგად უცებ აუღეს ალღო ამ პროტესტების საკითხებს, შეეკრენ ზუსტად იმ მწვანეების ჯგუფს, იმ ლიბერასტების ჯგუფს, იმ 1000 ჩათლახების ჯგუფს, რომლებიც შემდეგ აღმოჩნდნენ თურმე ნამოხვან ჰესის ერთ-ერთი მთავარი პროტესტის, ესე იგი, შემსრულებლები და მაგათი თურმე დამსახურება, ესე იგი, ვარლამის გმირობა და თავდადება ის იყო, რომ იქ თურმე კარავში ცხოვრობდა რაღაც, იქ რა ხდებოდა იმ კარავში და ვინ რამდენი ხანი ცხოვრობდა და როგორ ცხოვრობდა და ვინ რას რიცხავდა და როგორ რიცხავდა და რადიო და ეს არის ცალკე. ახლა რატო ვამბობ ამას? სინამდვილეში, რეალობაში ეს იყო ნამდვილად ხალხის ეროვნული პროტესტი, რომელი პროტესტიც იქნა ძალიან ცუდად გამოყენებული, აი ამ ნაძირალა ვარლამგოლეთიანის და მის ირგვლივ შეკრებილი იმ უსინდისო ადამიანების, რომელი უსინდისო ადამიანებიც ლამის და საქართველოს დედობაზე დებდნენ თავს. რატო იცით? რატო ვამბობ ამას იცით? რო გეკითხა ამ ხალხისთვის, ლამის მუხლის ჩოქაზე იყვნენ დაცემულები ქართული მიწა თურქებმა როგორ უნდა იყიდონ. და ვენებს იჭრიდნენ და თავს იკლავდნენ, რომ გოჯი ქართული მიწა არ იყიდება და ზოგი თანამედროვეობის ქართლის დედათ იყო შერაცხული, ზოგი რათ იყო, ზოგი მაცხოვრად იყო. რატო ხართ იცით თაღლითები? ნუ ხლა იმას თავი დავანებოთ იქ ვინ რა მოტეხა და როგორ მოტეხა და ვინ რა გაყიდა და როგორ გამოყიდა და ითაღლით. სად არის ეს წმინდა ვაშკაცი, ჯონ სნოუ, ჩრდილოეთის კარიბჭის მცველები და სად არის ის ქართლის დედა და სად არიან ეს ადამიანები, როდესაც აი არაბიზაციის პრობლემა არის ქვეყანაში დამდგარი,
და როდესაც აი ლამის და მართლა 9 მილიონი არაბი და მონღოლი და სპარსი და რა ვიცი რა ჯიშის ხალხი უნდა დასახლდეს საქართველოში. სად არის ეს ხალხი? მე კითხვას ვსვამ ამ კარავში მაცხოვრებელმა გმირებმა. მეუფე სტეფანეს გაჩემებულია კი ბატონო, ახლა მეუფე სტეფანეს არანაირი გამონაკლისი ხმას არ იღებს ამ საკითხებთან დაკავშირებით, მით უმეტეს, როდესაც ნამუხვანის საკითხთან აქტიურად იყო ჩართული და ის იშვიათი გამონაკლისი სასულიერო პირები იყო, რომელიც რა ქვია სასულიერო პირებიც ხმას იღებდნენ ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ არა. იქ თავიდან ჯვარი რო ავიტანეთ და დავდგით პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად და იქ მაშინ 15-20 მღვდელი იყო მოსული, მაგრამ მე სტეფანეს მეტი არავინ არ იღებდა ხმას. არ ვიცი ახლა მამაო, ჩვენ ნასაუბრები ვართ მაგ საკითხებთან, სხვა საკითხებთანაც დაკავშირებით და ძალიან დიდი პატივისცემით ვარ. მე პირადად თქვენს მიმართ გამსჭვალული და ყველაფერი და ახლა გასაგებია თქვენ პოლიტიკოსი არ ახართ და იქეთ არ გამოხვალთ ვინმეს რომ ესა რა ქვია ხმა ამომაღებიეთ ტელევიზიებზეო და ჩემი განცხადება გაავრცელეთო. არ იტყვით მაგას თქვენ კი, ეს ჩემთვის გასაგებია, მაგრამ ყველა მეტნაკლებად ყველამ დააფიქსირა თავისი აზრი, ყველა ეპარქიებმა დააფიქსირეს თავისი აზრი ამ საკითხებთან და ზემოსვანეთის მიტროპოლიტმა თუ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ ქართული მიწა არ იყიდება, რატო არ აფიქსირებთ თქვენ და რატო არ აფიქსირებენ სხვები? თუ იმათ რა ქვია იმათ გუნდში ხართ გადასული. თუ ვერ ხედავთ თქვენს ამ არაბიზაციის საფრთხეს, მაშინ ძალიან კარგად იღებდით ხმას, როდესაც 600 ჰექტარზე იყო საუბარი. აი ეს არის სიმართლე. ეს არის სიმართლე. ახლა რატო ბღაც ყველა გაჩუმებულია? ერთეულების გარდა. ერთეულების გარდა და იმას ნურავის ნუ დააბრალებთ, რომ გინდა თუ არა, რომ ასე ვიღაცა არ მოვიდა ჩემთან ჟურნალისტებში, ყველა როგორც გაავრცელა მესტიის მიტროპოლიტმა განცხადება, მასე შეგეძლოთ თქვენ ყველას გაგეცხადებიათ თქვენი განცხადება, მაგრამ არ გაკეთებულა ეს განცხადება. ხო, რაც შეეხება ამ ვარლამ გოლეთიანს და რაც შეეხება მის იქ რა ქვია შეკრებილ, რა ვიცი, ნეოლიბერალების, რა ვიცი, არჯულის, ფემინისტების, პუბლიკების, ამგენის, იმგენის თუ ათასნაირ ბანდას, მე მინდა ერთი რაღაცა ვთქვა. აი, ყოველთვის ყველა პროტესტებს უნდა დაუკვირდეთ. ხალხო უნდა დაუკვირდეთ. ვარლამ გოლეთიანმა და აი ამ ძალამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ნამოხვან ჰესის საკითხთან დაკავშირებით ერში წარმოჭრილი და წარმოქმნილი პროტესტები, რომელი პროტესტებიც ფეხს იკიდებდა და არა მარტო ნამოხვან ჰესის პრობლემის მოგვარებაზე იყო იქ საქმე, იყო საერთოდ რადიკალური დაპირისპირება ხდებოდა მაშინ ამ დამპალ აყროლებულ სისტემასა და ნორმალურად მოაზროვნე ადამიანებს შორის და გამოიყვანეს ეს ვაშკაცი, გააფანტიეს ეს მუხტი, ატარებიეს ხალხი ხან აღმადაღმა, ხან დააშლევიეს, ხან დამოაშლევიეს, 1000 რამეზე შემიძლია მაგაზე საუბარი, როგორ შეასრულა ამ ვაშკაცმა ტროას ცხენის ფუნქცია, გააკეთა ხელისუფლების საქმე, მისცეს იქ თავისი კარმუშკა და აშოვიეს ორი კაპიკი კი არა, კარგა ბლომად კაპიკები და იქ ბარეორმა იშოვეთ რა, იქ მაღაზიების დახსნით, გარაჟების გახსნით, იმის გახსნით, რა ხდებოდა ნამოხვანს და ვინ რაში ხართ გასწრილები და როგორ ახართ გასწრილები. მაგას ნუ დაგვიწყებთ, ახლა იმას მაინც ნუ დაგვიწყებთ, მაგის ლაპარაკს ვინც ვიცით ეს ყველაფერი, ხო? ხო. და მერე და მეორე, არასდროს ეს ხალხი არ მოითხოვდნენ პროექტის შეჩერებას. არასდროს ესენი არ ითხოვდნენ, რომ ჰესი იქ არ აშენებულიყო. თუ სიმართლე გინდათ ასე იყო. ისინი ითხოვდნენ, რომ ეს თურმე არის ენერგოუსაფრთხოების საკითხი და ენერგოპოლიტიკის გადახედვა. არასდროს არ ქონდათ მაგათ პირდაპირ ნათქვამი, რომ ნამოხვა ჰესი არ უნდა აშენდეს აქ ამის გამო და ამის გამო და ამის გამო. ხო და ახლა კითხვა მაინტერესებს ერთი რომ დაუსვა ამ ხალხს პროექტი არავის არ წაუყია არსად. იქ ენკა თუ წავიდა, მაშინაც გეუბნებოდით, ახლაც გეუბნებით, ენკა თუ წავიდა, ბენკა მოვა ადრე თუ გვიან და ადრე თუ გვიან ის ბენკა გააგრძელებს ყველაფერს. და აუცილებლად დაასრულებენ იმ პროექტს, ისე იქნება როგორც იქნება. მაგ კიდე გამოსარკვევი არის, რომ ეგენი ვის როლს თამაშობდნენ, ვინ უნდა მოეცილებიათ და ვინ უნდა შემოეყვანათ. მაგ ახლა სულ მალე გამოჩნდება დროში. მაგ ყველაფერი გამოჩნდება, იმიტომ რომ იქ
იქ კიდე ვის რა ქონდა, კალაძეს რეები ქონდა, ნაყიდი სხვა ბიზნესმენებს ჯერ არ აშენებულ ჰესთან მიმართებაში იქ წმინდა გიორგის ტბაზე და იმაზე რეები ქონდა გაყიდული და გამოყიდული და ნაყიდი ხალხს უკვე წინასწარ რო იცოდნენ ესა რა ქვია, რო აქ ჰესი უნდა აშენებულიყო და იქ წინასწარ სასტუმროების ადგილები და ის რო ქონდათ უკვე გათვლილი ვის რად უნდა იქნა. ეს კიდე ცალკე გამოჩნდება, რომელიც დახურული იყო და გადაფარებული იყო. არანაირი პროექტი არ შეჩერებულა, ჯერ ეს ერთი მინდა გითხრათ, ეს არის ტყუილი თავიდან ბოლომდე, აქ არის კომპანიის ცვლილებასთან დაკავშირებით მოიყვანენ სხვა კომპანიას და ეს ჰესი ადრე თუ გვიან გაგრძელდება, მაგრამ რაში იყო საქმე, იცით? საქმე იყო სხვა რაღაცაში. ეს იყო ერთი სოციალური ექსპერიმენტი, კიდევ ერთი სოციალური ექსპერიმენტი, რომელიც სოციალური ექსპერიმენტის საშუალებითაც როგორ შეიძლება დაშალო ამხელა მუხტი და ამხელა პროტესტი, ამხელა უზარმაზარი პროტესტი, რომელიც ნამოხვა ჰესთან დაკავშირებით დუღდა საქართველოში. და აი დღეს შედეგი რა არის? ამდენი გაწმილებული და ამდენი მოტყუებული ადამიანი, ქუთაისში თუ გამოდიოდა მაშინ ნამოხვაზე 25,000 ადამიანი, დღეს აგერ გაყიდული ისა რა ქვია 127 მილიონი კვადრატული მეტრი ქართული მიწა, რომელიც არაბულმა კომპანიებმა ჩაიგდეს ხელში, ხმას არ იღებს არავინ. იმიტომ არ იღებს, რომ აი ესეთმა ლაწირაკებმა, აი ესეთმა გამყიდველმა და ესეთმა მოღალატე ადამიანებმა გააწბილეს ადამიანები, დაშალეს მუხტი, განულეს ყველაფერი და მერე თავის თავზე მიიწერეს, რომ თურმე მათ პროექტი შეაჩერეს. და ჩვენ აქ უნდა ვიჯდეთ თურმე და მადლიერები უნდა ვიყოთ ეხლა ჩვენ ქოცების, რომ 400 მილიონს არ იხდის სახელმწიფო. არავინ არასდროს კითხვას არ სვამს. რატომ გახდა ეს პროექტი აი ესეთი როგორ გითხრათ სრულიად წამგებიანი სახელმწიფოსთვის პირობებში მიცემული თურქებზე. არასდროს ვარლამ გოლეთიანი და არასდროს მათი სასტავი ვინც იგიჯდა ის კოდლა არასდროს არ მოსულა და დისკომფორტი ხელისუფლებასთან არ შეუქმნიათ, იმიტომ რომ შეთანხმება ქონდათ ერთმანეთში დადებული, რომ მე თქვენ არ შეგაწუხებთ, ჩვენ არ შეგვაწუხებთ. როდესაც ცაგერში შეკრება იმართებოდა და როდესაც თურნავა და დავითაშვილი ამოეთრიენ იქ რომ ამოეთრიენ და იქ როდესაც იყო შეხვედრები და როდესაც განიხილებოდა ნამოხვან ჰესის საკითხი, ყველა იმას იძახოდა, მთელი ქოცები იმას იძახოდნენ, სადაა თქვენი ვარლამა, ასე თუ მართალი ბიჭიაო, რატო არა მოდისო და მაგ ხალხიო, რატო არა მოდიანო. და ვარლამას რო ეკითხებოდნენ, აქ ჩამოვიდინენო, თუ არაო, ჩვენ იქ არ ვიკადრებთო, ასულასო, აქ გნახონო, კარავში ვცხოვრობთო, მე ლონჯარიას რო ევასვასებოდა ასე ჩახუტებული. და იქ სულ შემთხვევით აღმოჩნდი მე, ჩემი მეგობრები და რამოდენიმე ადამიანი თავზე რო გადავახურეთ ყველაფერი. მინისტრი იყო, ერთი მინისტრი იყო, მეორე მინისტრი იყო და რუავრიეთ და დავრიეთ და ჩავშალეთ ის შეხვედრა და მეტი რო არაფერი ქონდათ დარჩენილი, რომ წათრეულიყვნენ თვითონ თურნავა და დავითაშვილი და იქ ჩასულიყვნენ და იქ ნამოხვან ჰესზე იმდენი ხნის გაშლილი კარავი რო იყო, იქ რო ჩასულიყვნენ და ენახათ. და როდესაც მივედით ხალხი იქ აი დავამხეთ ამათ კვარი და ცოცხალი და მე წავედით ჩვენ თვითონ იქ რო ხალხს შევხვედროდით, ამათ მაგრამ თქო უნდა მინისტრებმა მიგვასწრეს იქ და რომ მივედით ამას იძახოდნენ, რომ ვარლამა და მისი სასტავი ის როგორც მონატრებული დეიდას ისე ჩაეხუტენ, ჩაკოცდნენ, ჩაპროშნენ ერთი მეორე და დავჯდებით ვილაპარაკებთო და ჩვენ გვითხრეს რომ ისო რა ქვია, იქო კაი ახლა გვაცალეთო ხელი არ შეგვიშალო თუ აქო მინისტრებთან სალაპარაკოთო და მოილაპარაკეს გებრიელად. და აი ახლა დრო რო გავიდა, ამ ყველაფერს ესე ფუთავენ და ამ ყველაფერს წარმოაჩენენ იმაზე, რომ თურმე ნამოხვან ჰესის პროტესტთან დაკავშირებით თურმე ნაცები იყვნენ, თურმე ისა NGO-შნიკები იყვნენ შეკრებილი და თურმე ეს 25,000 ადამიანი და ის უბრალო ადამიანები, რომლებიც მართლა იყვნენ გამოსული და ვიყავით გამოსული ქუჩაში და ვითხოვდით და ნამდვილად ვიყავით წინააღმდეგი ამ ყველაფრის, თურმე ჩვენ არავინ და არაფერი არ ყოფილვართ. ეს რატო ხდება, იცით? იმიტომ რომ ესეთი დამოკიდებულება იქნას მე გავრცელებული აი თუნდაც ახლა. აი ამ მომენტისთვის, რომელიც ქართული მიწების გაყიდვასთან დაკავშირებით იქმნება საქართველოში. რომ დაარწმუნონ მასა და დაარწმუნონ ხალხი, რომ ეს თურმე ყველაფერი ხდება არა ხალხის პროტესტის გამო. ეს ხდება თურმე ვარლამისნაირი ნაცების და იმის რა ქვია, სააკაშვილის და ამათი გუნდისთვის. და ამბობენ კიდეც, რომ ვინც თურმე არაბული ინვესტიციის წინააღმდეგია ყველა ნაცია. არ ამბობენ?
ხო ამბობენ რომ ლელოელებმა ესბოინდომეს თურმე ნაცები არიან ამ ყველაფრის წინააღმდეგი ვარლამები არიან ამ ყველაფრის წინააღმდეგი და გამარგინალიზდეს ყველაფერი გამოეთრიოს ახლა ვარლამ გოლეთიანი და ხმა ამოიღოს და პასუხი გაცეს ერთი ამ საკითხებთან დაკავშირებით და გამოეთრიონ გუშინდელი იმის რა ქვია ქართლის დედებად შერაცხული ადამიანები იქ და 600 ჰექტარი ქართული მიწა თუ ადარდებდათ ახლა არ ადარდებთ ისა რა ქვია 137 მილიონი კვადრატული მეტრი და არაბებზე გადაცემული საქართველო სადა ახლა თქვენი პროტესტი სადა ერთ თქვენი კარავი სადა ერთ თქვენი ხმის ამოღი განცხადება არ გაკეთებიათ ბიჭო არც ერთს სადა ხარ თაღლითები იყავით ფულის საშოვნად იყავით იქ და უამრავი თქვენი სიბინძურებიც კიდე იქ რაც ხდებოდა უამრავის გაკეთებული უსინდისო ადამიანები ხართ თქვენ და აი თქვენნაირი ადამიანების დამსახურება არის მე რომ ქვეყანაში არც ის რა ქვია საპროტესტო აქცია იმართება და არც ის არ ხდება იმიტომ რომ აწბილებთ ამ ხალხს იმიტომ რომ ხალხი ითხოვდა მაშინ ხმა ამოეღოთ ხალხი ითხოვდა რომ ხმა ამოეღოთ და რეალურ ქმედებებზე გადასულიყო ნამოხვანთან დაკავშირებით და არა მარტო ნამოხვანთან დაკავშირებით მაგრამ შექმნილი ჰქონდათ აი ესეთი უშიშროების ისა პროექტი იყო შექმნილი რომ აი ვარლამი რასაც სიტყვის აი ისე იყოს ყველაფერი თუ არა ვინც ვარლამის სიტყვას წინ გადავა ყველა პროვოკატორია და ყველა პროვოკატორია და ეგ სირების ჯოგი ყავდათ იქ შემოკრებილი და აბა ვარლამ შენ როგორ იტყვის სხვა რამე არ თქვას აქ და აი ამით ჰქონდათ ეს მუხტი დაჭერილი და საბოლოო ჯამში რა გაკეთდა ის რომ 25000-იანი აქცია ქუთაისში და ის მუხტი დაიშალა ნელ-ნელა გაქრა და თურმე პრობლემა მოგვარებულია კაცო და წავიდა კაცი სახში ვის რა აინტერესებს როგორ აინტერესებს კაცო რა პრობლემა და ახლა გამოჩნდა თურმე რომ იმას ფონდებთან იყო ამიტომ ყოველთვის დააკვირდით იმას პროტესტებს ვინ უდგება თავში და მაშინ როდესაც ამას ვამბობდი ძალიან კარგად გახსოვთ მაშინაც ვამბობდი მე ამას ვინც ამ ყველაფერს ადევნებდა თვალს და აქაც და მერეც როდესაც ამას ვამბობდით გამოხდებოდნენ აგერ შინაური და გარეული და იმას ამბობდა რომ შენ ვარლამს როგორ ებრძვი შენ ვარლამს როგორ ებრძვი და ეს როგორ შეიძლება ამას როგორ ამბობ და რო უთხარით ბიჭო ჯვარი მოჭრეს თქო და ეს რო შენიერი გაიგო ძალიან კარგიო ჯვარიო რომ მოჭრესო მაგას ჯვრებსო მე ვიციო რამდენს დავდგამო და რომ მოჭრიანო ხალხის მუხტსო გაზრდისო ჯვარის მოჭრაო ამას იძახოდა თქვენი ისა წმინდანი და იქ მე მარტო არ ვიყავი ბევრი იყო იქ და რა მოხდა და როგორ ხდებოდა ეგ ყველაფერი იქ კარგად გვახსოვს ჩვენ და ეს თქვენი ისა რა ქვია წმინდა ისა რა ქვია ჯონ სნოუ ეგ შემძრვალია ლაკორიაში და ახლა არავის არ აინტერესებს არაფერი აი ყოველთვის მე გეუბნებით ყოველთვის ეროვნულობის და ყოველთვის ჭეშმარიტი პატრიოტების მტერი ყოველთვის იყო ფსევდოეროვნული ფსევდო ეს რა ქვია ქრისტიანული დაჯგუფებები რომელიც იქნება საპატრიარქოს სახელით რომელიც იქნება ვითომ ეგრეთ წოდებული გარემოს დაცვის და ბუნების დამცველების სახელით და ასე შემდეგ და ვითომ სამშობლოზე ზრუნავენ ვითომ რწმენაზე ზრუნავენ და მე გამოვადა საქმეზე რომ მიდგება აღმოჩნდება ისე რომ ეს ხალხი საწავლიან და სად დაიკარგებიან ღმერთმა იცის ქვეყანა კიდე ასე იქცევა და ამ დღეში ვართ მე ჩავარდნილი დანარჩენები არავინ ძალიან გემრიელად დასრულდა ის აქციები ვინც იყო ის კომპანია ვისი მოცილებაც უნდათ მოიცილეს იმიტომ რომ ასეთი გემრიელი ფულის საშოვი ადგილია აშენებ ახლა მილიარდს ვაფშე ესენი ქოცები მოკრივავენ მაგ ფულს და თვითონ აშენებენ მაგას და ჩამოკრავენ ხელს და 99 წელიწადი ეკნებათ უწყვეტად დენი რაღა თურქს და იმას აშოვიონ ეს ბოლოს წილები ვერ გაიყოს იქ ჩხარტიშვილის წილები და 1000 უბედურება იყო ჩაიმასკნილი იქ ამათ გონიათ რომ დახურული წყაროებიდან ინფორმაციები ჩვენთან არ მოდიოდა ხო და აი მე ჩხარტიშვილის თავები იყო ერთ-ერთი მთავარი ჩამული მაგ ყველაფერში რომ ინკას მაგივრად ჩხარტიშვილის ბუნაგმა უნდა აშენოს ეგ ყველაფერი აი შემოგევლე რა კუთხე დაიცვა რას ამბობ ესე იგი სვანმა კაცმა სვანეთის იქეთ არ უნდა ადარდებდეს არაფერი და იმას რა ქვია
ლეჩხუმელს ლეჩხუმის იქეთ არავინ არ უნდა ადარდებდეს და იმერელს იმერეთის იქეთ არაფერი არ უნდა ადარდებდეს და მეგრელს ამეგრელოს იქეთ არაფერი არ უნდა ადარდებდეს, რა დამოკიდებულებაა ეგი. ჯერ რა დაისვა რას ეძახი შენ დაცვას? რას ეძახი შენ კარავში ძილი არის რა მის დაცვა? და დაცულს ხედავ იქ რამეს? არ ვიცი შემოძმაო მაგას თუ თქვენ დაცვას უძახით და მაგას თუ თქვენ გაკეთებულ საქმეს უძახით და მასეც რო ყოფილიყო მაგი თუ არის სწორი ყველა მის კუთხეში ჩაიკეთოს და მარტო მის კუთხეს მიხედოს და სხვა არავის და არაფერი არ აინტერესებდეს ძმაო მაშინ გამოვა ძმაო იქ მაშინ ახლა დანარჩენი ქართველები აფხაზეთის საკითხში რატო უნდა ჩაერიონ დანარჩენი ქართველები ქართლის საკითხში რატო უნდა ჩაერიონ რა უნდა იქ აჭარელს და რა უნდა იქ იმას რა ქვია გურულს და რა უნდა იქ ხევსურს და რა უნდა იქ კახელს და მაშინ თუ ეს დამოკიდებულება არის სწორი ახლა რასაც შენ ამბობ აშვაშია ჩემი კუთხე შენი კუთხე საქართველოს თითოეული გოჯი მიწა ყველა ჭეშმარიტი პატრიოტისთვის წმინდათა წმინდა არის აიცი საჰოლ თუ მაგ აზროვნება სწორი არის ჯერ თუ მასე იწובה საქართველოს ტერიტორია მაქრო იწובה მაშინ კარგად ყოფილა საქმე აი ამისთვის იყო შექმნილი ეს ვარსკვლავ ბიჭუნა სინამდვილეში ამისთვის იყო შექმნილი რომ აი ესე გაწმილებულიყო ხალხი მე ესეთი ვარსკვლავ ბიჭუნები წავლიან ჩრდილში გადავლიან პრობლემა რჩება ხალხი გაწმილებული რჩება და ასე შემდეგ არ ვიცი ახლა 400 მილიონს გადაიხდიან მადონა თუ 300 მილიონს გადაიხდიან თუ მილიარდს დაუბრუნებენ თუ რა იქნება თუ როგორ იქნება დარწმუნებული იყავით ერთ რაღაცაში რომ ის თურქული კომპანია ყველაზე პატიოსანი იყო ამათგან განსხვავებით და რატო იმას მისცეს საშუალება გამყიდველებმა მე როგორც უთხარი რომ ერთ ლარად ეყიდა 600 ჰექტარი ქართული მიწა 99 წლით მოვიდა იმან გადაიხადა ესა რა ქვია უკაცრავად 126 ლარად 126 ლარად ეყიდათ ის მიწა მოვიდნენ გადაიხადენ და აკეთებდნენ მის საქმეს რა გინდათ იმ ხალხთან რა გინდათ იმ ხალხთან ნახეს გამყიდველები მოღალატეები დებილები რომლებიც მზად არიან საკუთარი ქვეყანა კაპიკებში გაყიდონ და მე მორჩა და დამთავრდა ის მისთვის ბიზნესია შენთვისაა სამშობლო ამათ მედი აბა ერთი ჩათ ეგრე თურქეთში ერთი 126 მილიონად თუ იყიდით თქვენ იმას რა ქვია 600 კვადრატული მას რა ქვია მიწას თურქეთში არა მაქვს შენ შემოგევლე TikTok-ის და იმის თავი ერთიანად ნეტა ამ ორ პლატფორმაზე მიმახედია და პერიოდულად ვდებ მე ხო და საერთოდ ახლა მაგ მხრივ რო შეგვეხედა მაგ საკითხისთვის მაგ მხრივაც გქონდა მე საუბარი რომ თურქების ინტერესი საქართველოს ათვისება მაგ ფორმით დღეს რაში არის ოლეგი ეგ საკითხი ჩვეულებრივად პროექტი არსებობს პროექტიდან გასული არის კომპანიას ახლა რა ძალა ადგა თავი ეტკივებია ამ კაბალური პირობებში ქონდა ეს კონტრაქტი გავიდა ამდენი ცივილკივილის გარეშე რო შეხედა ეგ რაშიც იყო საქმე გაიტანა ეს პროექტი წავიდა და ბევრი წვალების გარეშე იჩივლა იმაში და მილიარდი დოლარის ინვესტიციაო მე სახელმწიფო მომიწერა ხელიო და არ შემასრულებიესო იქო და დამიბრუნა ჩემი ფული ამდენ ფულს ვდებდიო და ამას ითხოვს და ის პროექტი არავის გაუუქმებია პროექტი არსებობს ჩვეულებრივად იმ ენკას დაწყებული საქმეებს ადრე თუ გვიან სხვა მოვა და გააგრძელებს და ასე იქნება ეგ ყველაფერი ხო აი ეს არის რა შეეხება იმ საკითხს რომ როდესაც მაგ დროს თურქეთზე როდესაც ვსაუბრობდით აი რადგანაც რატო იყო მანდამაინც თურქული კომპანია რატომ მანდამაინც ასეთი პირობები ქონდათ მე გეტყვით აგერო თურქეთმა ისტორიულ საქართველოში ტაოკლარჯეთში განახორციელა ქართველების ესე იგი ნაქართველარ საქართველოში ჯერ ხო ოსმალეთის იმპერიამ და თურქეთმა ქართველების გენოციდი არაერთხელ და უამრავი ტალღით განახორციელეს ტაოკლარჯეთში და მე ბოლოს განახორციელეს კულტურული გენოციდი იმიტომ რომ ჭოროხის იმას რა ქვია სიგრძეზე ამოყვნენ მთლიანად და თუ რამე იყო ქართული კულტურის და ისტორიის ძეგლები და ისტორიული ქართული სოფლები ყველა დაძირეს იმაში რა ქვია ჰესებში
ეხლა ხალხი მარტო იუსუფელზე ლაპარაკობს და იმაზე კავკასიძეების ციხეზე, რომელიც ის ვერ მიაწვდენდა, რა ქვია, მიმინო ვერ აფრინდებოდა, ისეთი ის იყო. და დღეს კავკასიძეების ციხეც კი იძირება, იმაში თავისი ჩვენი სიწმინდეები, ჩვენი ეკლესიები, ეს ყველაფერი თურქებმა საბოლოოდ ამოკვეთეს ქართველების, აი კვალიც კი წაშალეს იმაში. რა ენაღლებოდათ, ეხლა მოდიოდნენ აქაც და კაპიკებში აძლევდნენ დანარჩენ საქართველოს და აძლევდნენ იმის საშუალებას, რომ წაიღოთ და იმას მე მაშინ მისაც გაქვთ ნანახი პატარა ისტორიული გაკვეთილი ჩაუტარე მაგათ რომ აქ სანამ რომ მოეთხრეოდა და სანამ მოვიდოდნენ მანამდე უნდა შეხვედროდნენ ციხე დაუხდი ციხე დაჰკარი არ გაუშვა გვესოს ციხე იქ ის იყო რა ქვია ორბელის ციხე და ეს ციხეები იმისთვის იდგა რომ ის თურქები ის თურქი ინვესტორები იმ დროში არ ამოსულიყვნენ იქ მაგრამ ამათ ისტორია არ აინტერესებდათ მაშინ თუ მოდიოდნენ ბრძოლით და ომით, ეხლა რაში ჭირდებათ ბრძოლით და ომით მოსვლა? ნახეს აგერ მოღალატეები და გააყიდიეს ეს რა ქვია 126 ლარში 600 კვადრატული მეტრი მიწა და ის დაგიპყრო. და ისე აპირებდა შენი რესურსების გამოყენებას. დააბეტონებენ, აბა რას იზამენ? არა, ამას თავი არავის არ შეუწუხებია. აი ასეთი ცრუ ლიდერები, ასეთი უსინდისო ადამიანები, უბიოგრაფიო ადამიანები, არსაიდან მოსულები, არაფლის გამკეთებლები, უცებ გამხდარი წმინდანები, მგალობლები, პატრიოტობაზე თავდადებული და ეს დებილი ხალხი, ვაიმე, მაცხოვარს გავს, ჯონ სნოუს გავს, ამას გავს, ადამიანურად მინდა გითხრათ რა. ასე დაქალიავებული, ასე დაჩლუნგებული მასა უკეთეს ცხოვრებას მართლა არ იმსახურებს. და ისეც ხდება, ითვისებენ ამ ქვეყანას. თუ ვინმე გამოვადა სიმართლეს სიტყვის თქმის უფლება არ მოგწეს, ბიჭო. სიტყვის თქმის უფლება არ მოგწეს, არა მარტო მე იქ თურმე ვარლამას და ამათ უნდა ელაპარაკოთ, რა თქმა უნდა, იქ იდგა მაგათი უშიშროება და ისინი იდგენ სულ ყველა და ფილტრს უკეთებდნენ ყველას ვის რა უნდა ეთქვა. ერთი ერეკლე საღლიანის დამ მანანა საღლიანმა თქვა ერთი სიტყვა რომ თუ ისო როგორც სვანეთშიო ერთი ტყვია თუ არ გავარდაო ისეო ჩვენო ამ ჭირსო ვერ მოვიცილებთ აქედან და ბიჭო არ გაგვიფუჭა ყველაფერიო სვანი ბიჭები იყვნენ ჩამოსული მესტიიდან ვინც დაიფიცეს ოქროსთან დაკავშირებით და თქვენს ბიჭო ჩვენო მოვიდნენ მაშინ იქ და გიცნობთო და მაგის ღმერთი არ იქნაო ერთი სიტყვაო ჩვენს გვათქმევიონო რომ ჩვენო 25000 ადამიანი რო ყოლოდაო გვერდითო მაშინ ოქროს დაცვასთან დაკავშირებითო თუ ძმახარო თლათ მთელ საქართველოსო გამოვაფხიზლებდითო და ამათო ბიჭო რაში ამდენი ადამიანი უდგათ გვერდშიო და რატო იქცევიანო ასეო და მე ვთხარი ძმა ვაბა ერთი ან მე თუ მაძლევენ სიტყვის უფლებას და ან შენ თუ გაძლევენ ან ნაირად ჯაჭვიანს ვინც დაიწყო ეს პროტესტი თუ აძლევდა ვინმე სიტყვის უფლებას არავინ არ აძლევდა სიტყვის უფლებას იმით იყო ვარლამი იქ იყვნენ ის ხალხი ვინც ლაპარაკობდა ჯონ სნოუები ასე იყო ეს რა შეწუხებული იყვნენ და ვინმეს რაღაცა რადიკალური არ მოეთხოვა და ესე ნელ-ნელა გააკრო მუხტი და იშოვეს ფულები ლამაზად ჩაიდეს ჯიბეში ზოგმა რა გაიტეხა და ხალხი დარჩა გაწბილებული და დღეს საქმეზე რო დგება და ისევ ეს პრობლემა არ უარი კაცშვილი ხმას არ იღებს ყველა არის თავისთვის მე გვერდში არ დამიდგნენ როცა გედგა ხალხი გვერდში სად იყავე მაშინ რას აკეთებდი მაშინ აი იმას რას აკეთებს ყველა ინჯეუშნიკები მივიღეთ ის რასაც ვიმსახურებდით და თუ ვინმე რამე სიტყოდა სიმართლეს ყველა გამოდიოდა პროვოკატორი და ყველა გამოდიოდა ერთი სიტყვა აი მე ჯანდაბას ხო თუმცა რატო ჯანდაბას თქვენგან განსხვავებით მართლა გული და სულით ვიბრძოდით მაგ თემებთან დაკავშირებით და 1000 უბედურება იყო მაგასთან ატეხილი აი ელემენტარული გია ბახტაძეს რომელიც ჯერ კიდე კომუნისტების დროს ვარლამას სულ არ უარიყო დაბადებული და მაგესის აშენება რო უნდოდათ 80-იან წლებში მაშინ რო იღებდნენ ხმას იმას არ ათქმევიეს ერთი სიტყვა ასე ჩაატარეს გემრიელად ესა და დღეს გამოდის თურმე იქ რა ქვია ჯერ ამდენი მინიმუმ ბიჭო გამოდით და სიტყვა მაინც თქვით რომ
ამ ხალხის შეურაცხყოფა არის, ვინც აი იქ გულით დასულდა, რამდენი ტრაგედიები მოხდა იქ? რამდენი ტრაგედიები მოხდა იქ? იქ იმ საცოდავი ბიჭის ისა რა ქვია დახჭობა, იქ რამდენი ადამიანი დაიჭირეს? რამდენი პროვოკაციები და უბედურება მოხდა? გამოდით თქვით, რომ ამ ხალხის შეურაცხყოფაა მინიმუმ ასეთი დამოკიდებულება. არა ძმაო, ახლა ყველა გაყურსულია. ასია, სანამდე ვერ ისწავლით საქართველოში შავის და თეთრის ცნობას ხალხი, მანამდე არ ეშველება ამ ქვეყანას არაფერი. მანამდე ეგრე ჯონსონი ჩამოვიდეს, ახლა ჯონსონი უნდა დაიცვას ქართული მიწები. და ეს ქართული დროშაო, ეს LGBT დროშებით მოყავდათ ხალხი იმაზე, რა ქვია. თბილისში გამართულ მიტინგზე იქიდან ხალხმა გაყარა მერე ისინი. ხო და? ისო რა ქვიაო. ეს არასამთავრობოებს მეტი რა უნდათ მუშაობაში, ხო უნდა ჩათვლოდათ და ამ ხალხის პროტესტზე მოდიოდნენ და ავითომ აი მათი მოყვანილი იყო ეს ხალხი. და ამნაირ ამბებს იმაშვებოდნენ, მართავდნენ, რომ აი იქ მონაწილეობდნენ და ამაშვებოდნენ და იმაშვებოდნენ, რომ მივიდნენ, დაადი გაეთრია შენი LGBT დროშით მოცილი და ეგენ ტრუსი კითხვა ხარ მოსულიო და გამოვიდა მაშინ ეს ვარლამის დედა და გამოაცხადა, რომ სოლიდარობის ნიშნათო ჩვენო არანაირ დროშასო აქო არ ავაფრიალებთო და ეს ქართულიო ეროვნული დროშა რომელიც იყო, ეს თუ მოაშორეთ აქედან იმ დროშით საქართველოს ვინმეს მოწონს თუ არ მოწონს, ორჯერ მოიპოვა დამოუკიდებლობა და ის ქართლის დედობას რო იძახოდა, ჯვარით რო დადიოდა, ჯვრით რო დადიოდა, მეო თბილისში ვარო და ტოლერანტობის ნიშნათო ჯვარს გადავდებო. ჯვარს გადავდებო ტოლერანტობის ნიშნად, ხო. თბილისელებს თურმე ესე რა ქვია, სარწმუნოებრივი პრობლემები გააჩნიათ თურმე ჯვართან და ჯვარი უნდა გადადებულიყო თურმე. ცუდათაა ძმაო, ცუდათაა საქმე, იმიტომ რომ ხალხია ცუდად და ამაში არის მთელი უბედურება. ხო ახლა პროვოკატორს გიწოდებდნენ, შენ შემოგევლი, აბა რას გიწოდებდნენ ახლა თუ იმას, მაგათ რა უნდათ, იცით? მაგათ უნდათ ხალხის პროტესტი საერთოდ ასე ხდება და ასე გამოვიდა. ხალხის პროტესტის მისაკუთრება იმ მილიონები რო შემოდის ქვეყანაში, იმ NGO-ების და იმ უბედურებების და იმ იმგენის რო შემოდის. იმაზე ჭირდება იქ მერე თავის დროზე რაპორტის დაწერა. სად გაიხარჯა ეგ მილიონი. ხო და ჩამოდიოდნენ მერე და იღებდნენ სურათებს და ვიდეოებს და ამ იმას და თვლიდან ეს არასამთავრობოები მუშაობაში, რომ თურმე ქართულ დროშას, ჯვარს და LGBT დროშას ერთად უნდა ეფრიალებია. და ეს ჩანაწერი რო იყო გამოქვეყნებული ამა იგეო ვარლამო გამოდი ახლა და ჩვენ იმაზეო რა ქვია 5 ივლისეო ხმა მოიღეო. რო ეუბნებოდნენ, რო ურეკავდნენ. შენო უნამუსო ხარო, გვერდში დგომასო ითხოვდიო და გედეკითო და ახლა LGBT-ებს არ გითხარო, გვერდში არა გავთვის ანანახი. ნახეთ კარგად. და იმათ ეთვლებოდა სამუშაოში და ხალხის პროტესტს იყენებდნენ ასე. ვარლამ კაი ბლომად ფულები იშოვა და ბერმა კაი ბლომად ფულები იშოვა იქ და საქმე გაფუჭებულია და ხვალზე კიდე მოვლიან იმის რა ქვია ეს დამთავრდეს ერთი ეს არბიტრაჟის საქმეები იქ იმიტომ არ ხდება იმის გაგრძელება რომ ჩვენ რა იქ იურიდიული საკითხები დამთავრდება ახლა ეს იურიდიული საკითხები მოახლა იქ ახალი ფირმა ჩხარტიშვილის თამადობით და სხვების თამადობით და წამოჭიმავენ ახალ ეს იქნება კი ბატონო აი ამის თქმა მინდოდა და ვინმეს ბიჭო ნამუსი მაინც გეყოთ რომ მაგ პროტესტებზე და იმაზე ხალხია დაღუპული ხალხია დაჭერილი 1000 უბედურებაა მომხდარი დარბეული შეურაცხყოფილი და გამოდით და ის მაინც თქვით რომ ამას მაინც ნუ ამბობთ რომ იქ არანაირი ისა რა ქვია ნაცები და არანაირი მიშას პროტესტი და არანაირი ეს არ ყოფილა მაგის ვაშკაცობა მაინც გეყოთ რა მაგის ვაშკაცობა მაინც გეყოთ და ამ კოცებს რაც შეეხება თუ ვინმეს დედა აქვს მოსატყნავი კოცებო პირველ რიგში თქვენა გაქვთ დედა მოსატყნავი რატო იცით აი იმ პირობების გამო რა პირობებითაც თქვენ გაყიდეთ ის ნამუხვან ჰესი და რა პირობებითაც აპირებდით აშენებას საქართველოში მაგიმისას და მე რო იძახოდით ეს თურმე გახარიამ როცა გჭირდებოდათ გახარიას გაყიდული იყო და როცა გჭირდებათ ახლა თურმე ენერგოუსაფრთხოებისთვისაა საჭირო და მაშინ ცუდი იყო რომ გაყიდა გახარია მაგრამ ახლა კაია თურმე გახარიას გადაწყვეტილებით გაყიდული იმიტომ რომ ენერგოუსაფრთხოება გჭირდებათ აი ეს ხალხი ხართ თქვენ და აი ესეთი მედროვე ნაბოზურების ხელში არის ისა და აი თურმე ნაცები იყვნენ იქ ეშინიათ საქართველოში ისეთი მუხტი რო აგორდეს რომელმა მუხტმა შეიძლება მთლიანად წალეკოს ამათი ხუხულა ხელისუფლება კი არა ხუხულა და მართლა ხალხი გამოვიდეს ქუჩაში და მაგის უდიდესი შანსი იყო ზუსტად მაშინ
ქუთაისში ნამუხვანის პროტესტებზე, აი ამის ეშინია ხელისუფლებას. და აი ამისთვის ჭირდებათ ესეთი ვარსკვლავთ ბიჭუნები, რომლებიც ახლა როგორც ცოლქმარის სახში ჭუბობს, ისე ჭუბობენ და მე ახდენენ აზე ამ იმას. აი ამის თქვენ სირცხვილი თქვენი, უსირცხვილოები ხართ, გაიგეთ? უნამუსოები ხართ. გამოდით ვინმე და ხმა მაინც ამოიღეთ. რაც იშოვეთ, შეგარგოთ ღმერთმა. ისე როგორც იმსახურებთ მაგ ყველაფერს რა. ხო, იქ ლეჩხუმის მიწა აჭარის მიწა და იმის ქვემო ქართლის მიწა და იმის მიწა არ გაუყვია არავის კიდე. მიწაა და ის ეკუთვნის ქართველ ერს. დალოცვილი ქართული მიწა. ყველა რომელზე ჩვენი წინაპარი დადიოდა, შრომობდა და ობსყვრიდა. არა, მისი სოფლის იქეთ არავის არაფერი არ აინტერესებს. ვინ არა თუ ჩემი ძმა ხარ, მე იციან თქვა, ყველა ცუდია შენ ხარ კაიო. ბიჭო, ყველას ბოზობას და ჩათლახობასა ვარ შესწრებული. საპატრიარქოთი დაწყებული, ნაცქოცობით გაგრძელებული, რიგითი აქტივისტებით, ესა რა ქვია, დამთავრებული და რა უკნა ხა კაი ვილაპარაკო? კაი თუ უნდა თუ პატრიოტობა უნდა და თუ სამშობლოსთვის თავის დადება უნდა, გამოდი შედალოცვილო და შენთვის ისეთი ვემტკივნეული იყოს, ისეთი გოჯი მიწა, როგორც იყო იმაში. არა, მაგიც არ უნდა. იმიტომ რომ ფული არაა ახლა. ფული რო იყოს პირველი გამოიქცეოდნენ. ახლა არ ჭირდება იმას, რა ქვია, ჯვრით დაცვა ქართულ მიწას. ასია ეს. არ გვიშველება არაფერი, სანამ აი ამას თაღლითების სწავლებას და აფირისტების შეცნობას სანამ არ ისწავლის ქართველიერი. მანამდე. არ გაბრძანდებოდეთ, ახლა ამით დავამთავრე.